საქმეთა გაჭიანურება სასამართლო სისტემაში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. დემოკრატიის ინდექსი საქართველოს უახლესი კვლევით გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა ნაკლებობა არ არის საქმეთა გაჭიანურების ერთადერთი ან გადამწყვეტი მიზეზი. პროფესიული წრეების გამოკითხვით დასტურდება, რომ გასულ წლებში სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნა საქმეთა გაჭიანურებების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ გამოიწვია. ქვეყანას დღემდე არ აქვს საკანონმდებლო სამართლებრივი დაცვის საშუალება მოქალაქეებისათვის იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის გაჭიანურება ხდება. კვლევას თუ დავეყრდნობით, სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბურობა ძირითადად განპირობებულია ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა გაჭიანურებით პირველი ინსტანციის სასამართლოებში. განხილვის სავარაუდო საშუალო ხანგრძლივობა კი წლების განმავლობაში ზრდადია. რა იწვევს სასამართლოების გადატვირთულობას და შესაძლებელი არის თუ არა საქმეთა განხილვების დაჩქარება? სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს სტუმართან ერთად. საქმიან სტუდიას ეკა ციმაკურიძე, დემოკრატიის ინდექსი საქართველოს თავმჯდომარე შემოუერთ და მოგესალმებით ეკა. მადლობა. მევესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა ასევე გადაცემაში სტუმრობისათვის. დავიწყოთ ინდექსით, ხო რეალურად რატომ გახდა ახლა საჭირო დღეს აი ამ კვლევის ჩატარება და რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? მიუხედავად იმისა, რომ წლებია საუბრობთ ამ თემაზე და ყოველთვის არის გაჭიანურებების საქმე დღეს წესრიგში. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სასამართლო დავების განხილვის გაჭიანურება ძალიან ბევრი წელია პრობლემა არის. რეალურად საქართველოს არ ჰქონია ისეთი ეფექტიანი სასამართლო, როდესაც საქმეები გონივრულ ვადაში იქნებოდა განხილული, ეს პრობლემა მუდმივად იდგა, ყველა ჯგუფს აწუხებს. ესეთი კვლევები არ კეთდება ხოლმე ჩვენ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში ან უნივერსიტეტების მიერ ან სხვა რაიმე სივრცეში, მაგალითად პარლამენტის სივრცეში შეიძლება ყოფილიყო ან სხვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ესეთი კვლევების ჩატარება და ჩვენ ამის შესაძლებლობა მოგვეცა სწორედ საერთაშორისო უცხოური პარტნიორების დახმარებით და არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა იმ საქმეში, რაც არის ჩვენი იდეა, ჩვენი სურვილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ მოემსახურება საქართველოს ინტერესებს. რაც აქამდე იყო ცნობილი ამის თაობაზე, ერთადერთი ვიცოდით, რომ აი მოსამართლეთა რაოდენობა არის არასაკმარისი და ეს იწვევს გაჭიანურებას. თუმცა ამ კვლევით აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რაც იწვევს გაჭიანურებას და მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა არ არის ერთადერთი გამოსავალი, მეტიც ეს უნდა იყოს ყველაზე ბოლო ინსტრუმენტი, რასაც გამოიყენებდა მაგალითად სასამართლო სისტემა იმისთვის, რომ საქმეთა განხილვა დაეჩქარებინა, იმიტომ რომ ევროპული სტანდარტი არის არა უბრალოდ საქმეთა დროული განხილვა, არამედ საქმეთა დროული განხილვა სასამართლოს ეფექტიანობით, ანუ ნაკლები რესურსის დახარჯვით, მეტი საქმის უფრო სწრაფად განხილვა. ჩვენი სასამართლო სისტემა ამ სტანდარტს რა თქმა უნდა ვერ აკმაყოფილებს. ეკა, რამდენად ხაზგასმულია ან გამოიკვეთა აი ამ ინდექსის და კვლევის მიხედვით, რომ ერთია რომ რაოდენობაში არ არის აქ საქმე მხოლოდ და არ არის ერთადერთი მიზეზი და შეიძლება იყოს კვალიფიკაციის პრობლემაც ამ მიმართულებით, აქ არ გულისხმობ არცოდნას თავისი საქმის, აქ გულისხმობ მაგალითად საქმის წარმოების მენეჯმენტის პრობლემა. დიახ, ზუსტად ამაშია საქმე, რომ ვინაიდან არ არსებობს ერთიანი სისტემა, მოსამართლეები ინდივიდუალურად ცდილობენ თავად მიაგნონ იმ გზებს, რომელიც მათ დაეხმარებათ, რომ საქმეები ეფექტიანად და დროულად განიხილონ. ქართულ რეალობაში თუ შეგვიძლია იგივე ის ევროპული სტანდარტები გადმოვიტანოთ, ან მივუსადაგოთ და იგივე გავაკეთოთ დაჩქარებისთვის და ამ შემთხვევაში ეს თუ იქნება გამოსავალი და აი ამ პრობლემიდან ერთ-ერთი გზა გამოსვლის. დიახ, აუცილებლად ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და სწორედ ევროსაბჭოს აქვს ასეთი სეპეჟის მექანიზმი, რომელსაც აქვს მთელი რიგი ძალიან კომპლექსური მეთოდოლოგიები შემუშავებული, მიდგომები, რომელსაც ძალიან კარგად იყენებენ ევროპის განვითარებული სახელმწიფოები და მათთან სასამართლოს ეფექტიანობა უფრო მაღალია. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ჯერ ერთი წევრები ვართ ამ გაერთიანების და მეორე მხრივ გვაქვს ეს ძალიან სერიოზული პრობლემა საქმეთა განხილვის გაჭიანურების, ამიტომ
არსებობს ეს მეთოდოლოგიები, არსებობს ეს სისტემები, რომლის გადმოტანაც რა თქმა უნდა შესაძლებელია, აი ზუსტად ესეთი დინამიკური ერთიანი პროცესის ნაწილი უნდა იყოს საქართველოს, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. საქმე და გაჭიანურებები პრობლემა არა მხოლოდ იმ ფიზიკური პირებისთვის, ინდივიდუალური ადამიანებისთვის, ვისაც უბრალოდ გადადებულია და თაროზე შემოდებულია ეს საქმეები, არამედ ცხადია ბიზნესისთვის. ჩვენ ეს საუბარი რეალურად ხდება მით უმეტეს იმ რუბრიკის ფარგლებში, რასაც გულისხმობს ქალები მომავლისთვის ფედერაცია, ბიზნეს ფედერაცია. ამ მხრივ რა პრობლემებს აწყდებიან? აი, იგივე ფედერაციაში თუ არის ამ თემაზე საუბარი და რა შედეგებამდე შეიძლება რომ მივიდეს ეს ყველაფერი? ყველა ჯგუფს ანალოგიურად ეხება, რა თქმა უნდა, ქალებზე ვთქვით და ალიმენტის დანიშვნა სჭირდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ბავშვის აღზრდასთან და მის საჭიროებების დაკმაყოფილებასთან. ეს ისეთი თემაა, რომელიც ვერ იცდის, ხო? ანუ როგორ შეიძლება ესეთი დავები ჭიანურდებოდეს. ძალიან დიდ დაბრკოლებებს უქმნის თითოეულ ადამიანს. მოკლედ, ნებისმიერ ჯგუფს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას სასამართლოში დავების გაჭიანურებამ. თავარი აქ ის არის, რომ მოგვარების გზები არსებობს, ევროპული მიდგომები სახეზეა და მხარდაჭერაც ყოველთვის იყო საქართველოსთან მიმართებაში როგორც წევრ სახელმწიფოსთან. და მხოლოდ პოლიტიკური ნება არის საჭირო იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ეკა, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. მორიგათ ამ თემაზე BMG-ს სტუდიაში. ეკა ციმეკურიძე, დემოკრატიის ინდექსი საქართველოს თავმჯდომარე იყო ჩვენი რუბრიკის ფარგლებში, რომელსაც BMG ქალები მომავლისთვის ბიზნეს ფედერაციასთან ერთად წარმოგიდგენთ.